ახლა როგორ ვიღებთ ხო? ესე ვიღებდი და მე აი ამას ეს არის გადასახვევი ეგ. დავაჭერდი აი ესე ვიგავწევდი და სხვები ესე წერენ. ეს ფოტო UEFA-ს შტაბინაში არის გამოფენილი, ხო? საფეხბურთო ბალეტი. გამოფენილი იყო და ეს არის კიბეებზე გადაღებული, აი თვითმფრინავის კიბეებზე გადაღებული ვიტალი დარასელიას აი კაცი. როგორ ეფერება და ფეხზე კოცინს. მაგას კაისმანური ქუდი ვაჩუქე რაღაცა კიდე იქ პატარა ღვინო რაღაცა ის. ო ალექსანდერ მეზახდა იქ აეროპორტში ბიჭები მიყურებენ კაცი როგორ საიდან გიცნობს შენ მე? ცნობილი ფოტო არსებობს, აქ იყო საბონისი ჩამოსული, ხო? მერე უკვე არვიდა საბონისი და თქვენ ხარ მე მგონი დერუგინი და საბონისი და შუაში როდ გეხარ. ეგ ერთ-ერთ კაცს თავის რესტორანში კიდე ეგ სურათ ესე იგი გურამ პაპიტაშვილის სახლში. აი 69 გორი. აი მიწირა ახლა მაგას მართლა აი ეს ფოტოები არის თქვენი გადაღებული უკვე ხო ეს ლაშა და ალექსანდრე ბესტავაშვილი. ეს უკვე თქვენი გადაღებული ფოტოები არის ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე. ძალიან დიდხანს ვინახავდი ამ ფოტოს რომ მე მეჩვენებინა იამასიტა და აქეთ ზვიადაური. ორივე თქვენი ფოტოა, თქვენი გადაღებული. ნუ ეს არის თბილისის ტურნირზე ეს დაუმარცხებელია, ეს კიდე გამარჯვებულია, ხარი მოიგო. აი ამაზე ვფიქრობ, გადავიღო ვიღაცას ვასიამოვნო, მივცე და ეს განვლე ჩემი 80 წელი. 83 წელი. ანუ მესხის თამაში, ანუ კარგად გახსოვთ? ძალიან. როგორ კარგად, მაგის რამდენია? ხარ თბილისის საპატიო მოქალაქე. დიახ. ხო, სწორია, ეს იყო 23 წელს. მივედი და სულ გამიფრინდა ყველაფერი თავის იმაში. ხო, თქვენ გადაღებული გაქვთ კიდე ფეხბურთის მატჩი თეატრა მსახიობების აი ეს როგორ იყო და რა ხდებოდა? რუსაველის თეატრი და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობდნენ. ანდერძასთან ამ გადაღებული. ეს უნდა გამატაროთ მეთქი, იქ უნდა გადავიღო სურათი. გავხსნი პატარა ატელიეს. გავიგერო თქვენი შვილიშვილი თურმე. დიახ. ალექსანდრე კოტორაშვილი. რითია დაკავებული? ძიუდოთი. კოტორას რო დამიძახებენ, უკვე ვიცი, კოტორა რო მე მეძახიან. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჯუდო ჭანოსთან წარმოგიდგენთ ლიდერ სპორტი, ჩვენი მორიგი პოდკასტი და დღეს ჩვენ ესეთი უნიკალური ეთერი გვაქვს, იმიტომ რომ შეგვიძლია გადავეშვათ 50-იანი წლების ბოლოს 60-იანები, 70-იანები თანამედროვე ამბები და ისეთი სტუმარი გვყავს, რომ ესეთ თემებზე შეგვიძლია საუბარი უპრობლემოდ ყველა სპორტის სახეობაზე, თუმცა მაინც ვეცდებით, რომ ძიუდო თავარი თემა იყოს. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ სპორტული არ ვიცი მატიანე ისტორია ლეგენდა ორი სიტყვით ლეგენდა ნამდვილი ქართული ფოტო ისტორიის და ფოტო ჟურნალისტიკის ალექსანდრე კოტორაშვილი ჩვენი კოტორა. კოტორ მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან მობრძანდი. ეს როგორც როგორც თქვა ქალებს ხვასაკს არ ეკითხებიან ხოლმე და ეხა ადამიანები 80 გადასილდება, მე მგონი ასე კი აღარ უნდა ვკითხოთ. კოტორას დაბადების დღე ქონდა რამდენიმე დღის წინ და ჩვენი სახელითაც ასევე მოგილოცავთ და არ გეკითხებთ რამდენი წლის გახდა. რატო რა? შეიძლება ხო, პრობლემა ხო, რა არის? 83 წლის. 83, ვა. და 64 წელია ამ ფოტოგრაფიაში ვარ. გადავარდნილი რო თქვათ, რა ეს ხო ისე რომ იქიდან ისე გადავარდი რომ ვერავინ ვერ ახერხებს რომ უკან გადმოგიყვანოს იმიტომ რომ რა ვიცი უნიკალური მართლა სანამ ჩვენ ესე იგი ტატამიზე შევალთ ხო კოტორ და ტატამის ამბებს გავიხსენებთ უნიკალურ ფოტოებს მოდი მე მაინც ვიცი რომ გულშემატკივრმა თქვენი ისტორია კარგად იცის, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, იმიტომ რომ აქ ვხედავ მე ფოტოაპარატს, აი ეს უნიკალური რაღაც ესეთი ხო? კი, პირველი ფოტოაპარატი, რომელიც 57 წელს მამაჩემმა განვადებით გამომიტანა ზუსტად იმის პლეხანოზე რო იყო დიდი უნივერმაღი, აი იქ იყო მაგის აპარატები იყიდებოდა რა და იქიდან გამომიტანა 6 თვე იხდიდა მაგის ფულს
500 მანეთი ღირდა მაშინ 500 მანეთი კაი ფული. ესე იგი ეს რომელი წლებია ეხლა თქვა 1957. ესე იგი კაი შე რამდენი წლის აიყავი? 57-ში? მამა ჩემი იყო 3 წლის. აჰა, ვა, ხო. 57-ში. ხო და ეხლა გვიჭებს რო გკითხოთ ალბათ ისე უნდა გავიხსენოთ ჩვენი მშობლების ესე იგი უკვე 57-ში თქვენ გადაღება დაიწყეთ. ანუ ეს პირველი აპარატი იყო ეს, ხო? ეზოში. ეს იყო, ეზოს ფოტოკორესპონდენტი ვიყავი. ეზოს ფოტოკორესპონდენტი. დამეწყებდი სირბილს, აბა გადავიღეთ. მაშინ რას იღებდით? აი რა ეზოს ამბები. ესე თბილისური ეზო იყო, ხო, ალბათ? აი ეს იყო თბილისი, აი ეს. ხო, აი ეს ცნობილი. აი ჩვენი ეზოა ეგ. აჰა, ხო, აი ეს ცნობილი. ეს ჩვენი ეზოა. ცნობილი ეს ფოტო ჩემი არის. ბიჭი უკვე შვილი, არა, უпростой ჩემი მეშალება უკვე ჩემი შვილისა და ამას შვილს შორის ეს. აი ეს არის ჩემი შვილი და გადავიღე, აი ეგ თამაში სკოლა. შვილია. შვილია ეგ ჩემი. მაგარია, ხო. ეხლა მე ამ წინზეც ვისაუბროთ თუ რა წინზე. ეხლა არის 55 წლის. ეს ბიჭი. ესე იგი მაშინ დაიწყო ხო და ეს იყო პირველი აპარატი, რითიც პირველ ფოტოებს იღებდით, ხო? ეზოს ამბები. და მაინც ეს სპორტმა როგორ გაგიტაცათ, ხო, ეს საინტერესოა და იმიტომ რომ წლები, საინტერესო წლებია, ხო, 60-იანი წლები. ეხლა გეტყვი. ხო, როგორ იყო ეგ ამბავი? 64 წელს ჩავაბარე მწვრთნელთა სკოლაში. ფიზკულტურის ინსტიტუტთან არსებული მწვრთნელთა სკოლა. დიახ. და იქ ვსწავლობდი და იმან ჩაატარეს ინსტიტუტის პირველობა ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში. ხო და მაშინ ჩემმა კლასელმა ტარელალი ბეგაშვილმა გაიმარჯვა და იმის ხლა ავთამდე ცებაზე იყო პროფესორი ჩვენი. ხო და ის მეგონება ვინ წაიღებსო ეხლა ამ სურათებსო ლელოშიო რომ აბა ყველა მერთხმა და კოტორა წაიღებსო და გამო ის დაიბეჭდა და ეგ სურათი 64 წლის 21 დეკემბერს თუ 31 დეკემბერს ესმეთ. წლის ბოლოს. ის ფოტო ხო ლელოში დაიბეჭდა. ის ფოტო ლელოში იყო. ანუ კოტურ ამ ფოტო არა, ლელოში არის იყო. ეგ იყო ახალგაზრდა კომუნისტი იყო იქ იყო ხო. ამ აპარატით გადაიღო. უშანგ ჭიჭინაძე გაუშვა სპორტის განყოფილების გამგე იყო და დიახ. რა იმის შემდეგ ავყე და გამიტაცა მაგან რა ამ სპორტმა და იქ სპორტის მეტი რა იყო ხო ჩვენთან მაშინ. იქ ყველაფერი ანვარჯიში ჭიდაობა კალათბურთის ყველაფერი აბა ეს ფოტოაპარატი მუშაობს ახლა? კი აი ხარო ავამუშაოთ გადაიღებს? არა, ფირი არა მაქვს ჩადებული. ფირი 70-80 ლარი ღირდა ფირი. ეგრე არა. მე გამჟღანება. ანუ ხო, გამჟღანება. კი. გამჟღავნებაც მთელი ეს პროცესი მაგარი იყო, საინტერესო იყო, ხო? კარგი იყო რა. ხო. აი ცოტა რო თქვა გავაჩხაკუნოთ ახლა ეს ფოტოაპარატი გავაცოცხლოთ. გავაცოცხლოთ, აბა რას იზამს? არაფერს ახლა. რა აპარატია, მოდი ეს რო გითხრათ, რა ქვია და ეს არის ფედი. ეს ფედი რას ნიშნავს იცი ახლა? არის ფელიქს ედმუნდოვიჩ ძერჟინსკი. ეს იმის ქარხანაშია ეს და კი. ფედ, იმიტომ მეორე თაობაა, ნახე იქ ორი აწერია, ანუ მეორე თაობის არის რა, ანუ გამოჯობესებული ვარიანტია. კი, და გერმანიიდან არის ეს მოპარული ეს საერთოდ ისა. ეს ხო, ნუ ხა იმ პერიოდი მომპარავები იყავით ახლა იმ პერიოდში, ხო? ესე გადაახვევ. ეს იმაზე ვიჯერშკაზე იღებს ესა და იცოდი ახლა. აი ახლა 500-ზე დავაყენო და გადაიღებს. აი. ესეთ პატარა ხმაყო. ძალიან მაგარი ესე გამი. ახლა როგორ ვიღებთ, ხო? ხო. ესე ვიღებდი და მე აი ამას აი ეს არის გადასახვევი,
დავაჭერდი აი ესები გავწევდი და სხვები ეს წევენ და ისე და ის ავტომატურად გამომდიოდა მე ეს ხელზე გაიგე. ესე იგი როდინდელი ამბების ვიხსენებთ ჩვენ 60-იანი წლები და ესე იგი თავდაპირველად მუშაობდით მანდ ახალგაზრდა კომუნისტის რედაქციაში ხო როგორც მოყვარული ხო მე ვიცი რომ იყო მართვე ესეთი სპორტული ბატონ არჩილ გოგელიასთან ხო იმან вообще დამავაშკაცა იმან და მან დახვეწეთ რურუა იყო ხო ხელმძღვანელი მაგის წიგნისა რა კი ბატონო ეს უკვე 70-იანი წლებია და უკვე მე ლელოში 75 წელს 15-ში ხო და უკვე სანამდე მან მივიდოდი მუშაობდი კინოსტუდია ქართულ ფილმში ხო წამლების დამზადებაზე, ფირის გამჟღავნების წამლების დამზადებაზე ვიყავი მე და ვაკეთებდი მაგას. და 500-600 ლიტრა კეთდებოდა ერთ იმაში აუზივით ქონდა და იქ აკეთებდი და იქიდან მომქონდა ხოლმე ჩუმჩუმად წამლები და მე ვაკეთებდი მე ჩემი იმას ჩემთვის რა ვაკეთებდი სურათები. აი იცით როგორი თემა არის კიდე მე ნანახი მაქვს ეხლა თქვენი ძალიან ბევრი ალბომია გამოსული სხვადასხვა დაუშვათ წიგნები ფოტო ალბომები და აი პირველი სუპირველი ფოტოები რომელი სახეობა იყო მაინც უფრო აი მაშინ ქართული სპორტის ამბები ფეხბურთი რა თქმა უნდა თუმცა სხვა სახეობები ჭიდაობები ხო ნუ ეგ ჩემთვის ყველა ერთი და იგივე იყო რა რატო იცი ყველა სფეროს ვიღებდი რაც იყო ჭიდაობა, კალათბურთი, ფრენბურთი, რა ყველაფერი რაც კი არსებობს ჩვენთან. იმ პერიოდში და აი ძველი თაობის სანამ ჩვენ ძიუდოზე გადავალთ, ძველი თაობის ფეხბურთელები გადაღებული ყავთ, აი თქვათ მიხეილ მესხი, საომეტრეველი, ანუ ძველი თაობის, ხო? კახი ასათიანი, ბარქაია, სულ ყველა აბსოლუტურად. ეს უკვე დინამო სტადიონზე ხდებოდა, ხო? რა თქმა უნდა. დინამო სტადიონზე, კი. ხო. ძალიან კარგი, მოდი კიდე მინდა გაგახსენო ეს ძიუდოს სანამ გადავალთ, ესე იგი თქვენ კარგად გიხსოვებათ 64 წლის თბილისის დინამოს ჩემპიონობა საბჭოთა კავშირის. ეხა ის მატჩი უზბეკეთში იყო ტაშკენტში, მაგრამ აი თქვათ რომ ჩამოვიდნენ მე აეროპორტში ალბათ ეს კადრები არის და გააქვთ გადაღებული, ანუ ეგ მომენტიც და 91-ის დინამოს დაბრუნება დიუსელდორფიდან ხო ალბათ მე არ ვიყავი ხო არც ერთ მატჩზე არის ვიცით დაუშვათ არც ტაშკენტში და სამწუხაროდ ეხა იმ დროს არ გამოდიოდა ხო ესე დიდი შემადგენლობის ჩასვლა თუმცა არა კი შეიძლებოდა მაგრამ ჩემი საბუთები რაც იყო ვერ უჯრაში ქონდა შენახული სერიოზულად მე რაიმე კოტორი დამავიწყდაო აი ესეთი ხო ესე იგი უჯრაშია ეგ უჯრა ხანდახან ცუდ სამსახურს არა და მაგარი იქნებოდა რომ იქ წასულიყავი და გადაგიღო ხო გინდა ტაშკენტის ის მატჩი 4-1 რომ მოიგო დინამომ და მე კარლსაისთან თბილისის დინამო მაგრამ ნუ ჩამოსვლა გაქვთ გადაღებული ხო ორივე გუნდის ხო 64-ის და მე 91-ის და მე მგონი აი ამ წიგნში არის აი რაღაცა თვალი მოვყარი მე აი მე მგონი ყდა აი აქ შემხვდა აი ეს ხო კოტო აი ეს კი აი რო ჩამოდიან ეს არის კიბეებზე გადაღებული, აი თვითმფრინავის კიბეებზე გადაღებული ვიტალი დარასელიას აი კაცი, ამხელა როგორ ეფერება და ფეხზე კოცნის. ფეხზე რო კოცნის, ხო. მეორე ბურთის მარჯვენაზე, მარცხენით გაიტანა, მე მგონი რა მნიშვნელობა. ხო, ძალიან მაგარია, ხო. და სხვა შორის ჩვენ მე მგონი აი ამ ბიჭს ვიცნობთ თუ არ ვსწრები ეს არის შავლე გეგეჭკორი. მუშაობს რადიოში წლებია უკვე და თუ არ მეშლება ის გახლავთ და მას უზის ზურგზე ასე ვთქვათ ვიტალი დარასელია ხო საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი ხო რა ის ქარი იყო ის გამარჯვება ერთ-ერთი ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ეს ქარი იყო სტიქა ხო აეროპორტში ხო ასე რომ ძალიან მაგარი ფოტოა და უკანა წერია სულ დიდხანს უყურებდი ხოლმე ამ ფოტოს რა ეწერა ამაზე და აწერია დიდება ლომკაცებს მეგონი ხო ბანერს ხო ეს და სხვა უამრავი უნიკალური ფოტოარქივი ძიუდოზე შევიდეთ ეხა ტატამიზე შევიდეთ ესე იგი
მე ვიცი რომ აი 70-იან წლებში ყველაზე მაგარი ძიუდოში რაც ხდებოდა საქართველოს თბილისში, ეს იყო თბილისის ტურნირი საერთაშორისო. 70-დან იწყება ისტორია და აქ ცალკე აი ეს რა არის, მოდი ეს რო ახსნათ ძიუდოზე რაც გაქვთ გადაღებული ამის რაღაცნაირი ეს არის არქივი, ხო? დაჭრილია ეს ფირები ესე 6 კადრად არის და კონვერტში არის ჩაწყობილი და მე უჯრაში აი როგორც ციფრები აწია პირველი მეორე მესამე ისე ვაწყობ იმაში უჯრაში რა და ადვილად მიხდება უფრო ნახვა მაგათი ყველას. ხო, აი აქ ვკითხულობთ ახლა ვინ არის ძიუდო გუგავა, შენგელი ფიცხელაური, მედა იამასიტა, ხარშილაძე 78 წელი. აი ახლა სხვათა შორის შენგელი ფიცხელია იმაში. აგვისტოში ხდება 80 წლის. ბატონო შენგელი? კოტორ თუ გააქვს ხო სურათი მეთქე მაგ მეთქი. უნდა. ხო, ესე იგი ხო და აი როგორ გახსოვთ მაინც თბილისის ტურნირი საერთაშორისო ძიუდოსი, რომელიც იმ წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ფასიც კი ქონდა ამ ტურნირს ესე ამბობენ, ხო? კი. ეს იყო ზეიმი იყო საერთოდ, აი ხალხის ზეიმი იყო. ყველაფერი, ყველა ჭიდაობა თავისუფალი ბერძნულ-რომაული, მაგრამ აი ეს ძიუდო იყო მაგათვის ყველაზე კარგი და ყველაზე ესეთი აფასებდნენ რა ძიუდო ძალიან, მაგრამ ეს ხალხი დარბაზიც იცვლებოდა. ეს არის 70-იანი წლები, ხო? თქვენ ლელოში დაიწყეთ 77-ში მუშაობა, ხო? ეს 77-დან 17-18-19 და არსებობს ოჩორის მე მოვიძიე ძველი ლელოს ნომრები, იქ არის თქვენი გადაღებული ფოტოები თბილისის ტურნირიდან, ზოგი უმეტესობა პირველ ყდაზე არის ლელოსი და შემორჩენილი და აი ერთ-ერთი ფოტო გდება არის ნამგალაურის და ის იყო მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აფიშა იყო ის სურათი. სურათი, ხო? კი, დიდი იყო. იმან ჩამომიტანა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენი მისი ფედერაციის და მომცა ის აფიშა. თვითონ ტურნირის, თვითონ მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიური თამაშების ხო არა, იქ თუ უფრო მსოფლიო ჩემპიონატის, მსოფლიო ჩემპიონატის აფიშად გამოიყენეს თქვენი ფოტო, ხო? კი. ხო. ეს მომენტი ხო. და ცნობილია კიდე თქვენი ეს ფოტო, აი აქ არის ყდაზე თუ არ ვსვები, ხო? ეს ხო, ნუ ეს ყველა მიცის ხა ეს, ხო? კი, ეგ სურათი ეს ყველა მიცის, კი. ეს ყველა მიცის და ეს ფოტო UEFA-ს შტაბინაში არის გამოფენილი, ხო? საფეხბურთო ბალეტი. გამოფენილი იყო და ეხლა თუ არის კიდე არ ვიცი. ერთხელმა ჩავიდეთ და ვნახოთ. ხო, კაია. კი, რამაც შენგელია არის აქ და მატჩი არის მე მგონი მოსკოვის CSKA-სთან, ხო თუ? კი, CSKA. ხო, CSKA, ხო. ესეთი ამბავია, ხო. აი, აქ იამასიტა წერია თქვენს არქივში, ხო? ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ძიუდოისტი, ხო? დაუმარცხებელი. მასთან მისი ფოტო გადაღებული გაქვთ თქვენ თბილისში და მასთანაც ფოტო გადაღებული გაქვთ, ხო? როგორ გახსოვთ ეს სპორტსმენი და ეგ იყო უკეთილშობილესი ადამიანია ეს. იამასიტა კი, ძალიან. და მაგას კაისვანური ქუდი ვაჩუქე რაღაცა კიდე იქ პატარა ღვინო რაღაცა პირველად რო იყო რა პირველად ჩამოსული და რო გამოვიდა შეჯიბრებებზე რაღაცა და მე რო ჩამოვიდა ალექსანდერ მეზახდა იქ აეროპორტში ბიჭები მიყურებენ გასე როგორ საიდან გიცნობს შენ ეთხარი იცნობენ მეთქე ხალხს ეგრე ნაჩუქარი ქუდით ხო არისო ხო, საფაშორის კი საქართველოზე მეც მასთან მაქვს, ასე ვთქვათ, პირადად ბევრი შეხვედრი ვარ ჩვენ და ყოველთვის ძალიან თბილად იხსენებს, ალბათ აი სწორედ აი ამ ურთიერთობების გამო. და სულ აი კარგად იხსენებს, რომ საქართველოსში ვიზიტები ყოველთვის კარგად ახსოვდა რა. ჩამეხუტებოდა ხოლმე, რომ ჩამოდის ხოლმე და ესე მე კარგი. არიგატოს ვეთქვათ დიდი მადლობა მეთქი. გახსოვს ესეთი, ხო, იაპონურად მადლობა, არიგატო. არიგატო. არიგატო გოზაიმას.
ვა, ესე იგი Yamashita-სთან იაპონურად საუბრობ. ხო. კი. ქართულიც ხო არ შეასწავლე რამე, ისეთი თემები არა, იცის ნასწავლია რაღაცები და მე რო ხო რეკორდ რა მასწავლაო. არა, ის. სადღეგრძელოები. კი. ხო, აი 70-იანებში, მოკლედ ეგ თბილისის ტურნირი ძალიან მაგარი მნიშვნელოვანი იყო და მართლა ბევრი ესეთი ლეგენდარული სპორტსმენი ჩამოდიოდა და აი რო ვახსენეთ თქვენ ლელოში არის პირველ ყდაზე მათ შორის თემურ ხუბულურის ფოტოები თქვენი გადაღებული, იმიტომ რომ ბატონი თემური რამდენჯერმე გახდა თბილისის ტურნირის ეცენის ყუთი გამარჯვებული, ხო? და სხვა და აი კიდე მაგალითად თქვათ აი ძიუდოს მიმართულებით იმ წლებში იმ პერიოდში რისი გადაღება გიწევდათ, ხო არ გახსოვთ ესე ზუსტად, აი აუშათ თბილისის ტურნირის გარდა, აი ნაკრების აუშათ შეკრებები, ოლიმპიადის წინამზადების პერიოდი, ესეთი მომენტები იყო ალბათ, ხო, ამის გადაღებები, ხო? აბა ჩემ ხელში როგორ მე კი არა ვაშენი, მაგრამ აი ძიუდო დარბაზი აი ჩემი ფოტოების გადაღების დროს აშენდა. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გვერდზე იყო, ხო? კი. Вот აი მაგათ ვარჯიშზე დავდიოდი ხოლმე ვიღებდი. მე კიდე ფეხბურთის იმას, ფეხბურთს ვიღებდი ხოლმე კიდე. კალათბურთს ვიღებდი, რამდენი რა ჩამოვთვალე. ხო, არა, ძალიან ბევრი იყო, უამრავი ამბები ხა, მარტო ფეხბურთზე სასაუბროთ არ გვიყოფა მთელი დღე.
კალათბურთს ვიღებდი დარბაზი რო იყო ლენინის დარბაზი კალათბურთის იქ ხო და ჩვენი კალათბურთელები ვარჯიშობდნენ და ის დაჯდა ის პირველი გადაღება რო გადავიღე კალათბურთი ეგ რომელი წლებია ვინ იყო ვინ დერიუგინი ნიკოლოზ დერიუგინი ხო ესეზე ფეხები გაშლილი და ესეზე ბურთი აქ წინა და ვიღაცამ დამიძახიხდნენ რატო უღებ სურათს ნუ უღებო კაცო გათამამდება ეგაო მერეო და ესე და ისე და მე ვხარი ესე იგი ძალიან პატარა იქნებოდა დერიუგინი ხო და ეგრე თბილისის დინამოს ხო ნუ უღებ გათამამდებაო ხო ხო გათამამდებაო და მე მგონი კიდე ერთი ცნობილი ფოტო არსებობს აქ იყო საბონისი ჩამოსული ოღონდ მერე უკვე არ ვიდა საბონისი და თქვენ ხარ მე მგონი დერიუგინი და საბონისი და შუაში რო დგეხარ ეგ ერთ-ერთ კაცს თავის რესტორანში იყიდა ეგ სურათი ესე იგი кайფში იყვნენ ყველა რა როგორ უყურებდნენ და როგორ მაგ სურათს კოტორა ოდნავ ისე ხარ რა ქვია მოტეხილი ხო იცი კიდე რა მინდოდა მეკითხა აი ჩოჩიშვილი რო გახდა ოლიმპიური ჩემპიონი 1972 წელს პირველი ჩემპიონი ხო საქართველოსიდან კი მასე იყო ნამდვილად მასე არის და აი თვითონ რო ჩამოვიდნენ მე მიუნხენის ოლიმპიადიდან აი ეგ მომენტი ეგ გადაღებული გექნებათ ხო ეგ ხوار გახსოვთ აი მე გორში იყო ეს რაღაცა რომ მატარებლით ჩავიდნენ და რაღაცა დიდი დახვედრა იყო და აი ჩოჩიშვილი გადაღებული გავთ მე უკვე თბილისის ტურნირზე ხო მართალია ხო კი შოთა ასე მტანჯავდნენ გადაღების დროს არ ანთებდნენ შუქს არ ანთებდნენ და ბევრი იწვებაო ვერაო და არა და განათების გარეშე ხო აბა ეს სასახლეში ხო გადამჟღავნებდი ხოლმე ამის ფირებსა და ზოგი შავდებოდა ზოგი ისა და აი დავიტანჯე მთელი წლები რა აბა მოდი ერთი ვნახოთ კიდე აი აქ რა გიწერია ბატონო კოტორ აბა ნახეთ თქვენს ძიუდოს ესე იგი აბა ვნახოთ რა ხდება ძიუდოს დარბაზის გახსნა 79 წელი ხო აი მაშინ კი გურამ პაპიტაშვილის სახლში აი 69 გორი აი ყანწი მიჭირა ახლა მაგას სტალინის დაბადების დღე იყო და დაგვპატიჟა მაგრამ გორში ჭიდაობა იყო მაშინ ზუსტად და საწყალი გარდაიცვალა აღარ არის საწყალი ძიუდოისტების ექიმი გარბის ხო ეგ ვიღაცა დაშავდა და გარბის ექიმი და ჰაერში დავიჭირე რო გარბის კადრია იგეთი ხო ხუბულურის და ნუ ეხა 69-ში კახაბრიშვილი ჯერ არ იქნებოდა რამდენი იქნებოდა 2 წლის 3 წლის შეიძლება რამდენიმე წლის სხვა ექიმი იქნებოდა ხუბულურის და ნოვიკოვის შეხვედრა ხო აი ეს საინტერესო იქნება ხო ხუბულური ლორენცი კოგა ხაბარელი კოტო რაკიღა ვახსენეთ ჩვენ ოლიმპიური თამაშები მოდი ესე ვთქვათ რომ მე როგორც ვიცი 4 ოლიმპიურ თამაშებზე კი ხარ ნამყოფი და პირველი იყო ატლანტა 96, შემდეგ 2000 არა 2000 მე მგონი არ მოგიწია ხო 2004 ათენის ოლიმპიადა ხო სადაც ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ჩვენ ხო ჩვენ ვიყავით ერთად მე უკვე 2008 პეკინის ოლიმპიადაზე და 12 ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე როგორ გიშვებდნენ პეკინიდან წადით იქ ომი დაიწყო 8 აგვისტოს ხო კი მახსოვს ეს ყველაფერი ძალიან კარგად და მე უთხრეს რომ არ შეიძლება მე აღარ დაუშვებდი დისკვალიფიკაცია გვიქნებოდა კი მახსოვს ეგენი ძალიან კარგად და ხო ესეთი რთული მომენტი და სიტუაცია იყო ძალიან და ძალიან სწორად გადაწყდა საბოლოო ჯამში რომ დელეგაცია ჩვენ დაურჩით იქა და კი თორე რა გიგზავნდნენ ვაში კი არა დისკვალიფიკაცია იქნება რამდენიმე ანუ 2 ოლიმპიადა როგორც მე ვიცი რა და მაგარი შედეგი იყო 8 წელია ხო მაგარი შედეგი იყო იქ 3 ოქროს медали იყო ბრინჯაოს მედლებიც იყო ასევე და მოდი აი მაინც ოლიმპიურ თამაშები თქვენს ობიექტივში ასე ვთქვათ როგორ გახსოვთ ესე ვთქვათ და აი ატლანტა და შემდეგ გადავიდეთ იქითკენ ათენი ლონდონი პეკინი და ლონდონი ატლანტა ცოტა ისეთი გასახსენებელია ძიუდოს მიმართულებით მაინც ლონდონში კარგი იყო რატო იცი მან იყო ქართული ეკლესია მან ქართაშორის ხო ეკლესია იყო ერთად ვიყავით ეპატეჟებოდნენ ხოლმე მან და
ისეთი კაი კაცი იყო ის წინ ამ ზღვარი ვინც იყო. კი, მახსოვს მეც ხო. კაი, რაკი მოდი ლონდონით დავიწყეთ. ლონდონში ჩვენ ერთად ვიყავით ოლიმპიურ თამაშებზე და აი ეს ეკლესიის ამბავი რო ახსენეთ, მე ესეთი ის მაქვს მოსმენელი რომ წვადი ხო, წვადი საზამთრო ყველაფერი ხონდათ. ხო და აი ესე იგი საერთოდ ხო ესე ხდება ხოლმე რომ თქვენ აჩვენებთ სხვას თქვენს ფოტო, თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოებს, ხო? და ამ გადაცემაში მოდი მე გაჩვენებთ ჩემ გადაღებულ ფოტოებს, ვინ არიან და თუ უნდა გაიხსენოთ ოღონდ რა. დისკში მაქვს ჩაწერილი შენი გადაღებული ფოტოები, ეგრე კი არა. კი, მაშინ რომ შენ უნდა ადრე დაგერეკა და ყველაფერს მოვძებნიდი მე. აი აქ არის. აბა ეხა უბრალოდ ესე გახსენებთ და გავიხსენოთ აი აქ რა ხდება. აბა რა ხდება აქ? აი როგორ მას პეძლობს ჩვენი. კი. აი იმის ის ნახე საზამთრო ნესვი შეგენაცველი კარგია. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში. ლონდონშია ხო, ლონდონში. კი. ძალიან კაი. აი ეს კაცი თუ გახსოვთ. ეს გორელი კაცი იყო, 100 ლამდენი იყო, აი 100 ლამდენი ეს კაცი. ხო, თქვენი მოსახელეა, ასე თქვათ, მსეხნი ალექსანდრე ბესტავაშვილი თუ ასე ვთქვი, რა? კი, ბესტავაშვილი იყო, კი. კი, მახსოვს რომ იქ იყო ქართულ სახლში იყო შეხვედრა. როდესაც ლაშა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი შავდორფიაშვილი და აი ბატონი ალექსანდრეს იქ მოვიდა მაშინ 100 მეგონი 100 წელს გადაცილებული იყო ქართველი უხუცესი ქართველი ემიგრანტი რომელიც ლონდონში ცხოვრობდა წლების მანძილზე და ნუ დიდი დამსახურების მქონე პიროვნება არის მას დიდი ისტორია აქვს თავისი პიროვნული ხო და ეს თქვენი შეხვედრა მანდარი და აი შემდეგ არის თუ არ ვცდები აი ეს ფოტო არის უკვე თქვენი გადაღებული არის ხო აი ეს ფოტოები არის თქვენი გადაღებული უკვე ხო ეს ლაშა და ალექსანდრე ბესტავაშვილი ეს უკვე თქვენი გადაღებული ფოტოები არის ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე როცა ქართულ სახლში გაიმართა ძალიან მაგარი ალბომი მაქვს ამისი გაკეთებული ერთი აი ამ ხელა და ვეღარ წაიღო ვეღარ წაიღი ბიჭო წაიღი ლაშას არის ეს ალბომი ხო ესე იგი მაინც აი ლონდონი უფრო დაგამახსოვრდათ ესე ხო მით უმეტეს რომ მე მომიწია იქ თქვენთან ერთად მუშაობა ხო ეს თქვა და ერთად ვიყავით ჩვენ იქ და აი ეს ლაშა შავდათოაშვილის ჩემპიონობა როგორ გახსოვს როგორ აი ახალ პატარა ბიჭი იყო 20 წლის მისგან არავინ ელოდა ხო ჩემპიონობას და უცებ ამხელა შედეგი დადო ბიჭმა და აი ეს არის უკვე შეჯიბრების შემდეგ არის გადაღებული მაგრამ მე ხა ის აღარ მოხსოვს ახლა წესი რა ზუსტად მაგრამ ხო ემოციები მაგარი იქნებოდა ხო ემოციები კი აი ლონდონის სხვათა შორის თქვენ ძალიან ბევრ წიგნს ან გამოცემას აქვს ხოლმე ყდაზე აი ეს ფოტო არა კი აი ახლა ახალ ფოტოზეც აი თუ ვშტები აქაც არის აი კი აქაც ხო არის ხო კი აი ეს ფოტო არის გადაღებული ლონდონში ჭანოს დამსახურება სხვათა შორის ხო კი ჩემი გადაღებულია ეხა ძალიან დიდხანს ვინახავდი ამ ფოტოს რომ მერჩვენებინა კარგია მეთქი ხო კი მახსოვს კაი ესე იგი ოლიმპიადა მაინც ისეთი ემოციური ოლიმპიადა კარგია ტურნირია რა ძალიან მეგობარსაც იძენს ყველაფერს სიყვარულის ხარც ყველანი ერთად ვართ ერთად ეგრე და სხვანაირად არ გამოვა აი ოლიმპიადების სერია რო გავაგრძელოთ ეხა ათენში ოლიმპიური თამაშები ზურა ზვიადაურის გამარჯვება თქვენ დარბაზში იყავით ხო ზურა და ის გახდა ხო ასანიძე გიორგი ხო ეგეც ძალიან დიდი ემოცია იყო ხო კი რასაყარაკოთ ხო იმიტომ რომ სხვათა შორის აი ძალიან ცნობილი კადრი არის თქვენი გადაღებული თუ არ ვცდები აი ეს უკვე ქართული ჭიდაობის ეს სად არის ეს არის მეტეხში გადაღებული კასპიის რაიონი აი გაათამაშეს ხარი ხო აი ზვიადაურმა მოიგო ეგ მოიგებდა ისეთ მასში იყო ფორმაში იყო ძალიან და კი
მე იცი რაც მოხდებოდა მე. აი ეს სოციალს აი ამ წიგნში არის ეს წიგნი გამოიცა თქვენი იუბილეი იყო 2023-ში ხო? როცა 80 წლის გახდით და სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა ძალიან საინტერესო ალბომი არის. აი ეგ მიხეილ აბაიშვილის შესავალი სიტყვაც არის, რედაქტორი გია ტუხაშვილი და აქ არის ძალიან ბევრი საინტერესო ფოტო და აი ამან მიიქცია ჩემი ყურადღება აი ეს მომენტი არის მაგარი საინტერესო ხო? აქეთი ამასიტა და აქეთ ზვიადაური. ორივე თქვენი ფოტოა, თქვენი გადაღებული, ხო? ნუ ეს არის თბილისის ტურნირზე საერთოდ. ეს დაუმარცხებელია, ეს კიდე გამარჯვებულია, ხარი მოიგო. კი, და პირველი ნუ ესე არის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებლობის შემდეგ. კი, კი. ხო? კი. ხო, და ასე რომ არ ვიცი, აი ძალიან მაგარი ალბომები არის თქვენს მიერ გადაღებული ფოტოების, აი თქვათ მესხი რო ახსენეთ, ხო? მესხი და ბარქაია და ძველი თაობის ფეხბურთელები. აი ბორის პაიჭაძეც. ხო, ეს გახსნა რო იყო სტადიონისა 66-ში. აქეთკენ მესხი, ანუ მესხის თამაში, ანუ კარგად გახსოვთ? ძალიან, როგორ კარგად, მაგის რამდენია. ხო. აი ეს ხო მარცხენა ფრთაზე თამაშობდა მესხი. და ამის გულშემატკივრები ისხდნენ აი მარცხენა მხარეს ტრიბუნაზე. ეგ ვიცი ეგ ისტორია, ხო. მეორე ნახევარში გადადიოდნენ იქ თამხარეს, რომ მაგის თამაშს ეყურებინათ. აი ესეთი თქვენც გადადიოდით ფოტოგრაფების, ხო? კოტორ, მაშინ კიდე ვინ მუშაობდა? აი მე მგონი ზარგარიანი იყო ესეთი ძალიან დიდი ფოტოგრაფი, ხო? მიხეილ მიხეილ ზარგარიანი, ხო? ხო, სანამ მივიდოდი ის იყო ის. კი და მან ის არ არის არაერთი რეზო ძუძუაშვილი და ხო, ნუ ასე ძალიან ბევრი, ძალიან უნიკალური არის თქვენი ფოტო ისტორია და ეს ფოტო მასალები და ზვიადაური გავიხსენეთ 24 წლის ოლიმპიადა. ასე პეკინში გახსოვთ აი ცირეკიძე რო გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ჩვენ მე მგონი ახეთ ჭიდაობაზე ვიყავით. როცა მანუჩარი გახდა კვირკველია ოლიმპიური ერთ დღეს გახდნენ ისინი 13 აგვისტო იყო რა და თუ ეს მანდ იყავით თქვენს ხო? ძიუდოზე ხო არ იყავით? აღარ მახსოვს მე. ძიუდოზე ვიყავი კი. ცირეკიძე რო გახდა? ცირეკიძე, ეგ ხო იქიდან იყო ქუთაისიდან. კი, ქუთაისიდან არის, კი. კი, იქ გადავიღე. კი და ხო და ნუ ეგეც ისტორიას შემორჩება და რაგე ჭიდაობა ვახსენეთ, მაინც თქვათ, რომ 2012-დან ჭიდაობის ფედერაციაში მუშაობთ თქვენ, ხო? კი. 12-დან? კი, 2000 რო ვიყავით ოლიმპიური რო ჩამოვედი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ხო? ფედერაციაში მუშაობთ და იქ ხართ და ნუ აი დიდ არქივს ეხლაც კი ქმნით დიდ არქივს, ხო? თანამედროვე უკვე ჩვენი ფალავნების და მოჭიდავეების და კიდევ ბევრი ტურნირებია ძალიან ჩემპიონატები არიღლები. ესე იგი აი იცით რა მეკითხა რომ ანუ საერთოდ არ იცის მობეზრება, ხო ამ არა, რასაპარაკო, რამდენი გამithენებია მე. ეს ეხლაც? აი ეხლა აღარ. აი ფეხბურთელები რო ჩამოდიოდნენ, ხო? ფეხბურთელები. მე ხო ჩემი მანქანა მყავდა საკუთარი. აეროპორტში დავხვდებოდი მეც ჩემი მანქანით, აი აპარატით გამზადებული და რო ჩამოდიან ეს ფეხბურთელები, უცხოელები, ვიღებ და მე გავუსწრებ ამ ავტობუსს, ეხლა იქიდან გადავუღებ ხოლმე წინიდან გადავუღებ რომ მოდია ხელს მექნებენ ეს ფეხბურთელები. მე თამაშს რო გადავიღებ. მე მთელი ღამე არ დამიძინია. რო დამთავრდა თამაში აღარ მახსოვს ანგარიში როგორ რა იყო და იმაში აეროპორტში მიუტანი ალბომი. გაკეთებული სურათები ჩაკრული, აი ჩამოსულა თამაში ყველაფერი და აი ეგრე დამთავრდა. ყველაფერი. აი კიდე რა მინდა გაგახსენოთ, თქვენ ხართ თბილისის საპატიო მოქალაქე. დიახ. ხო, სწორია, ეს იყო 2023 წელს. ხო, თვითონ ეს ცერემონია როგორ გახსოვთ, აი
კახი მე რომ იტყვი ორ სიტყვასა მეუთხარი კი მეთქი ვიტყვი მე მივედი და სულ გამიფრინდა ყველაფერი თავის იმაში კი მადლობა კი მოვუხადე ყველაფერი მაგრამ მე რაღაც უნდა მეთქვა ნუ გადამავიწყდა და მოდი კოტორო მოდი ვარქიო აბა რა ქნა ეგრე ხო არ რა უნდა გეთქვა ხო არ ეხა ხო არ გახსოვთ რა უნდა გეთქვათ მე ვიცი აღარ მახსოვს ხო ნუ ესეთ დროს ნუ გასაგებია ხო ემოციები ძალიან დიდია და დიდია კი არა ბიჭო მიკროფონს რო დავინახე გული მისკდება ხოლმე ხო მაგიტომაც გამოდგა ძნელი და დათანხმება თქვენი რომ ჩვენთან მოსულიყავით გადაცემაში ხო რამდენჯერმე კიდე აღამ ჩაიშალა კიდეც იმიტომ რომ მიკროფონის დანახვაზე ხო მაგრამ იმდენად საინტერესო ისტორიები არის დაგროვილი რაზეც ახლა თქვენთან შეიძლება საუბარი რომ შეიძლება ამდენიმე დღე დღე კი არა ხო შენ მითხარი რამდენი ისინი გააქვს თქვი შენი აი ნეგატივები ან ისინი ეს ნეგატივები არსებობს ეს ძველი ფირები შეიძლება ზოგი გაუმჟღავნებელიც არის ხო თუ ყველა გამჟღავნებულია ხო ეს პლასმასის ისინი იყო ხო ისინი პატარები აი რო ფირი სადაც ინახებოდა და ასლაპარაკდა ძალიან უამესოდ ვერ აძლევ რა ეს რო არ მქონდეს მე მგონი რომ ერთ სუტკაში უკვე აღარ ვიქნები მე რა გეუბნები აი ამაზე სულ ფიქრობ გადავიღო ვიღაცას ვასიამოვნო მივცე და ეს განვლე ჩემი 80 წელი 83 წელი ხო ისე რამხელა აბა ეს ვინ არის ეგ გაინტერესებს ნახო აბა ვნახოთ ვინ არიან მათ ვა მე დაჭანო რა ნახე როგორი აი ნახე როგორი ბიჭია შეხედეთ არის ჭანოს და კოტორას ხო ეს არის ლონდონის ოლიმპიური თამაშები კი აი კიდე აი აბა აქ თუ გახსოვს სად ვართ ეს აეროპორტია თუ სად არის აეროპორტიც მაქვს აგერ ეგ არის მე მგონი უიმბლდონის ხო მანდ იყო მეც აღარ მახსოვს ახლა მოიცადე რა რა ქვია კაცო ჯოკოვიჩის მატჩზე მივდიოდით მე მგონი ჯოკოვიჩი წონდა თუ რაღაცა ჯოგურთი მე კარგად არ ვიცი ის როა მაიც რა ქვია ან ფედერერის მატჩზე მივდიოდით ან ჯოკოვიჩი მე მგონი ჯოკოვიჩის უიმბლდონში მე იმისი როგორი სურათი მაქვს მე იმისი მაიც მეტრეველის არა მეტრეველისას კარგი მაქვს მესხის ლეილა მესხის არა უცხოელი არის ჩემპიონი მაგარი რო იყო ძალიან ჯოკოვიჩი ფედერე არა არს ფედერერი არას მეორე არის კაცი რა ჯოგურთი ეხა თამაშობს თუ ძველია არა ეხა დაანება თავი ეხლა ხანს რა ნადალი აი აგერ საიდან გაიგე მიშო დიდი მადლობა მიშოს დიდი მადლობა გახსენებისთვის რაფაელ ნადალი ესპანელი კი როგორ არის რო ჩააგდო ბოლო ბურთი და გადაწვა ესევე წამოჭდა და გიждდებოდა რა უკვე ნუ გადაღებულია ყველაფერი ხო ეგენი აი აეროპორტი რო თქვი აი ეს უკვე მე მგონი ლონდონიდან მოვდივართ ჩვენ და აი ეს არის თვითფრენაში გადაღებული ხო აბა აი ეს ის კოლეგებთან ერთად ხო ეს ნუ ბატონ ნუგზარია რუხაძე ემზარზინაიშვილია ეს პაატა არის ეს კოტორაშვილია და ეს პაატა კი აი მე მგონი აი ნადალის ფოტოს აჩვენებ აქ პაატას რა სიტყვი არა კარგია ხო რო გადავიღე აბა ხო კი არა ნუ ძალიან ბევრი ისტორიას ინახავს აი აქ საინტერესოდ გამოიყურებით ძალიან აბა რა ხდება აი ეს ქუდი რა არის და ხელში მარაო რა ამბავია ეს ჩინეთში ფილმებს იღებდნენ აქეთკენ აი ამ ადგილებში ხო აი საისტორიო ფოტოებს იღებდნენ და ის ექსკურსიაზე ვიყავით კი ჩვენ წავედით ექსკურსიაზე წავედით მერე ვიყავით იმაზეც კედელზე ეგ კედელზე Great Wall დიდ კედელში ჩინეთის დიდ
დიდ კედელს ხო და ამ შემდეგ და კიდე რა უნდა მეკითხა თქვენთვის აი ეს წიგნები ალბომები აი ყველას რამდენიმე არის გამოსული ხო უკვე თქვენი აი ეს ვაჩვენეთ რომ ეს არის ბევრი მქონდა 80 წლის იუბილეისთან დაკავშირებით სადაც თქვენი ფოტოებია ძალიან ბევრი შესული და გარდა ამისა კიდე გამოსულია თქვენი 100 ფოტო თუ არ ვცდები ხო ესეთი წიგნი არის ხო კიდე და ეს არის სულ ახალი გამოცემა არის აი ამ გამოცემაზე მისი თქმა შეიძლება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია კი ალექსანდრე კოტორაშვილი და ეხლა ამათ აქ ჩემთან შეხვედრა ეხლა აი ეს გადმოშალი ერთი აი ესა აი ის უნდა ეხლა მთელ ქალაქს აი ეს კაცი აი აბლიპა ზურაბიშვილი მთელ თბილისს უნდა ეგა დაწყნარდეს ხალხი ეგრეა ვა რა საინტერესო ფოტოა ხო ანა კალანდაძე და ანა კალანდაძე და ისა ხო სხვათაშორის აი ხა აქ მსახიობები ხედავ მე სოფიკო ჭიაურელი გურამ საღარაძე ხო ეს სოფიკო და ის იქნება ჯანსუ კახიძე კი ოთარიც გადაღებული ხო ოთარი გადავიღე უცესი გუგაკი კაბიძე კი და პირველი სურათი მსახიობებიდან აი გადავიღე 60 და 64 წელს აი აულებ ზურაბაშვილი რო ახსენე გირეკავენ ხო და ის ალქიმი რა აი კოტე მახარაძეც არის ხო კოტე მახარაძე აი იცი რამ მეკითხოთ შოთა იამანიძე ხო თქვენ გადაღებული გაქვთ კიდე ფეხბურთის მატჩი თეატრა მსახიობების აი ეს როგორ იყო და რა ხდებოდა რუსაველის თეატრი და მარჯანიშვილის თეატრი მსახიობები თამაშობდნენ 75 კადრმა გადაღებული ძალიან კარგები გივი ბერიკაშვილი კაფიანი ზავის ყველა თამაშობდა იმაზე ეროსიც ხო არ იყო აი ეროსიც არის ხო ეს უზარჯუღელი და ეს ალბათ არის პირველი ჩემპიონატის გახსნა ხო ხო ზუსტად გამსახურდია და აი მიმაზე ნახე ეს ელცინი რო ჩამოვიდა ყაზბეგში აი ეს სურათია ეგ შეხვედრა იყო ელცინის და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო კადრი და ისტორია არის და კიდე აი მე წავიკითხე ვიცი რომ თქვენთვის ერთ-ერთი ფოტო არის ყველაზე გამორჩეული და ესეთი საყვარელი განსაკუთრებით ხო დედას ფოტოა ამ ფოტოზე რო გითხრათ რამდენიმე სიტყვით თუ არა და აი ხო აი ესე იგი მოდი ეს ფოტო ვანახოთ და აი მოგვიყევი ამ ფოტოზე აბა აი ეხლა ჭადრაკში იყო ტერმინი რომ აი უნდა გადაიდოს თამაში ხო გადაგქონდათ ხოლმე მეორე დღისთვის თამაში კი გადაიდო კი და დედაჩემი ხდებოდა 90 წლისა და ამ ფოტოს დავარქვი ისა მე-40 სულა ჭადრაკის მე-40 სულა და თან ვერ ახედავდა გაიგე დედაჩემი ესა და ესე თვალებით რაღაცა და დედა მეთქი აი დაიჭირე მეთქი აიღე ერთი ისა მეთქი და აიღე მეთქი ისა რა ქვიან აპარატი და ის ფიგურა აიღე მეთქი და გააკეთე სულა მეთქი და ეს და ნახა და აიღე და აი ერთი კადრი გადავიღე და აი დარჩა ესე დედაჩემის შემორჩა ისტორიას ხო აქ რამდენი წლის არის 90 წელს და სამთვეში გარდაიცვალა ხო ნუ აი რამდენი რამის გახსენება შეიძლება და ხო გითხრა მაქსურაძე გითხრა ამ დედაჩემისა იმ რო გადავიღე მეორე თუ მესამე დღეს ისო იყო სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე სიხარულიძე გიორგი ხო მისი დაფა იხსნებოდა რომ აცხოვრობდა და ესე და ნონას იყო იქ გახსნაზე და ეს სურათი დავჭერ ისა ქალბატონო ნონა მეთქი დამავიწყდა ამის გვარი რა გვარია მეთქი არ ვიცი უყურა ის თეატრიალა უკობა ისინი არ ვიცნობ ამ იმასა მოჭადრაკეს ვინ არის ეხლა დედაჩემია მეთქიდობა რამ გადაგაღებინე ეგრე აი არ ვიცნობ ხო ფიქრობ არ ვიცი როგორ იცნობდა ეხლა დედაჩემს რანაირად იცნობდა რა კაი სურათია ვერები აუგლიმა
თქვენთვის მოგებული აქვს თქო უნდა გეთქვა და სულ გადაირეოდა. აი გეთი რა. ხო, რამდენი რამის გახსენება. კიდე ერთ-ერთი ესეთი რაღაც მოსმენელი მაქვს, რომ ყველაზე რთულად გადასაღები სახეობებიდან ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა. ხო, აი რატო მაინც რომ ეს ფანდი ხო. უეცრად ხდება ყველაფერი და მე რელოდები თორე აი ფეხბურთს რო ვიღებ ხოლმე რა ფეხბურთი. უკვე ვიცი ბურთი ვის უნდა მივიდეს ბურთი იქ. უკვე ხო მომენტის წინ რო აი თავი შეიძლება იყოს დარტყმა შეიძლება რაღაც ხო? უკვე რომ ემზადებიან რაღაცა უკვე ამას ვერ გავუგებ როდის უნდა დაისაქნას სააქციოს ან რაღაც. თან შეიძლება ისეთი ფანდი გაკეთდეს რომ ამ დროს ნახერხი ხო გადმოგეულოთ თავზე, მაგრამ აი ესეთ მომენტებში მოყოლილი იქნებით ალბათ, ხო? რთული ხარ მაინც ფოტოგრაფად მუშაობა, თან ადრე უფრო რთული იყო, რომ ადრე ანუ სადაც გინდოდა იქ დგებოდი ფოტოგრაფი, ხო? ესე იყო. ეხა მოწესრიგებულია წლებია და ეგრეც უნდა იყოს ეხა ნუ. კი. ესე ადგილები არის და ძველ დროში. ადრე მოვიდრე ცენტრამდე გადავდიოდი ხოლმე და იქ ვუღებდი გაჩერდით. შედიოდი შიგნით? შედიოდი, აბა. და არაფერი ის არის, ხო? არაფერი. ხო. არაფერი. თუმცა ცოტა საფრთხე შეიძლება ყოფილიყო რა. არა, მაშინ არაფერი რა საფრთხე. ესე იგი ნათამაშები გააქვთ თქვენ მესხთან, მეტრეველთან, თვითონ მოედანზე. კი, რა. არდა ისე გული რა რო არ ტყავდნენ ხოლმე კარების უკან, ხო ვიდექი მე კარების უკან ყოველთვის. კაცო ხედავ ბურთი კარისკენ მოდის. სული წამოცებ იმას ვინდა ხო როგორც წაცდებულად ხო წაცდებულად ფეხი მინდოდა დამედოდა შევარდებოდა კარებში აი ბურთისთვის ხო ბურთისთვის რა მაშინ აღარ გამიშვენი ცოტა ისე ყვები მაგამბავს რომ გაკეთებული გააქ ხა ეგა არა აღარ გამიშვენდნენ მე სტადიონზე ერთი დინამოს ველი თამაშები, მაგრამ ფირები არ იქნება შენახული. სატელევიზიო უნდა ერთი ვნახოთ, გადავხედოთ, რომ ეგეთი გოლი ხო არა გატანილი. არა, გასო, რა საპარაკო. სულ გადააღირავ მთელი ის. არაფერი არ არის. ისე ხო და მე არის ლელოში მეორე დღეს. იქ წერია რომ ა წერტილი კოტორაშვილის ფოტო და ზევი წერია გოლი გაიტანა ა წერტილი კოტორაშვილი. აი ესე დამიგერენ საჩედიოდი. ვაუ. აი თქვათ აი დიდი ფეხბურთელები ხო ფეხბურთის თქვათ მესი ყავს გადაღებულიო თქვით ხო ეს უკვე თანამედროვე ეპოქაში 2015 წელს ხო UEFA სუპერთასი. აი თანამედროვე ფეხბურთელი ეს ეპოქა ეს პერიოდი როგორ დაგამახსოვრდებათ? და თუნდაც ის მატჩი ბარსელონა სევილია და მესი და ეს უნდა მახსოვდეს სხვანაირი როგორ რასაპარაკო მესი სხვათა შორის რა გადავიღე ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში აი ეგ საინტერესოა პეკინში უფრო თუ პეკინში ხო პეკინში პეკინში ხო აი გადავიღე სუპიროლად მაგ ეგეც შენ სხვათა შორის ხო ეგ მე მგონი ბრაზილია, არგენტინა იყო თუ არ ვსწრები, ან ნახევარფინალი, ან რაღაცა. მან უკვე მესი გამოჩნდა, როგორც მანამდე ჩანდა უკვე, მე მგონი ბარსაში უკვე იყო ბარსაში, მაგრამ აი იქ ყავთ გადაღებული, ხო? კი. ხო. პირველად გადავიღე. პირველად, ხო. ხო და ვაჰ, ეგ გავიხსენეთ. ეხა არ მახსოვს არგენტინა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაშინ თუ როგორ იყო, აბა? არ ვიცი, აღარ მიცადე. იმიტომ რომ მე მგონი ფინალი ითამაშეს. მესის მოგებულია ოლიმპიადა. მოგებულია, არა ხო? მაშინ ესე იგი არგენტინა გახდა. აი მაინც რასტიშნობს რომ კვარაცხელია ყავს. გვერდით ჩვენი პროდიუსერი კვარა. მე ხარო გადავიღე კვარაცხელიას და იმას რო წავიდა ფეხბურთიდან მანდ იყო კაცო ბოლო თამაში ითამაშა. როგორ? აი კვარაცხელიამ რო ითამაშა. იმ კვარაცხელიმ კი არა. აი მაგარი ფეხბურთელი რო დაანება თავი კაცო ბოლოს. ქართველი? არველაძე შოთა? არა, კაცო. ჩვენი ქართველი? არა, ქართველი არა. არგენტინელი ის. რო დაანება თავი შეეშვა. მარადონა? არა, მარადონას მარადონაც მე მგონი აქ
მოხდა თვალში რომ მარადონა თბილისში რო იყო გადაღებული ყავთ. იქნება კი. ხო. აი ეს მაგარი ფოტოა, უცებ გადავხდით იქით. აუ, აქ იყო სადღაც მარადონა. აი, მარადონა და გიორგი ნემსაძე. ხო. ნუ რაკი მესი ვახსენეთ, მარადონა ვახსენეთ, რა თქმა უნდა არველაძეები გადაღებული ყავთ კიკლაძე და გეცბაია ნემსაძე ეს თაობა 90-იანების ნაკრები საქართველოს ლიმფილთან მატჩი და სხვა ბევრი, ხო? სულ ყველა. ხო. აი ხო არ არის რაღაც ისეთი განსაკუთრებული მომენტები, აი რომელსაც გამოვარჩევდით, რომ აი მაგალითად აი რაც გადაღებული გაქვს აი დაუშვათ აი 10-ული ან 5-ული და რაღაც აი ნიშნულობის თქვათ აი ყველაზე ძვირფასი ესეთი აი ყველაზე ძვირფას აი ესე ვინახავდი აი ესე ვინახავდი და ეგრე მაქვს ხანაირად ეხლა როგორ დავიმახსოვრე ახლა სხვა აი ძალიან რთულია ხო ჩემი იმაში მაინც კოტორ რა არის მაინც თავარი სპორტულ ფოტოგრაფიაში აი რა ეხა ძალიან შეიცვალა ხო სხვანაირი ტემპია და სპორტი უნდა იცოდეს იმ სპორტის სახეობა უნდა იცოდეს კარგად დიახ აი მე უნდა გააკეთოს რა გადაღება უნდა გააკეთოს აბა როგორ ასწავლი ახლა რა ის რო დაარტყას ეს აი ფრენბურთს თქვა ხო ფრენბურთი ხო აი ფრენბურთის ძალიან ის არის რო ურტყავენ ტოპკებს რო ურტყავენ ხო კი ისეთი ძნელია მაგის გადაღება რა აიცი რა არ მიფრინავს არ და კიდე ხელბურთი სულია ხო წყალბურთიც მასეც თუმცა აი თქვენი თაობა პირველი თაობა იყავით თქვენ ხო ზარგარიანი ვახსენეთ მე მაგათ შემდეგ პირველი თაობა ისინი იყვნენ ხო იმიტომ რომ ნუ ეგ არის ალბათ 40-იანი წლები უფრო ხო 40 მანამდე ალბათ დიდად არც ხდებოდა მე წამოვიდა სპორტული ფოტოგრაფია ხო 40-იანი შემდეგ თქვენი თაობა მოვიდა მე უფრო აკეთკენ მე ნუ ბადრი კეთილაძე ხო ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და ძალიან მაგარი ფოტოგრაფი და ეს ნელ-ნელა თაობა წამოვიდა და ნუ სხვა კიდე ძალიან ბევრი ფოტოგრაფები ხო რომლებიც შეგვიძლია გავიხსენოთ რა ბევრნი არიან ხო იგივე თქვენი დროის შემდეგი თაობის გურამ დოლენჯაშვილი და სხვა ხო ბევრი ხარ ჩამოთვალო ძალიან ბევრნი არიან შორს წაგვიყვანს და თანამედროვე ფოტოგრაფები ჩვენი მეგობრები ძალიან კარგი კოლეგები რომლებიც ეხა იღებენ თანამედროვე სპორტს ხო მათ შორის ოლიმპიურ სახეობებს ხო იგივე თამუნა ულუმეგაშვილი ლაშა კუპრაშვილი და ხატია ჯიჯეიშვილი და ჩვენი მეგობრები თქვენ რა თქმა უნდა ესე იგი მაინც თავარი არის ცოდნა სპორტის ხო უნდა იცოდე რა ინტუიცია უნდა გქონდეს ის რა ვინ რანაირად ეგრე სხვანაირად კი არ გამოვა არაფერი ხო და ამოუწურავი თემა არის ხო იმისა რომ აი 80 წელს გადააბიჯეთ მაგრამ მაინც აი ამაში არის ფოტო ხო ბიჭმა გაიმარჯვა პატარა ბიჭი არის და ბებია მისი ბაბო რა ბაბოს ჩვენ ბაბოს ვეძახით ხოლმე გენასვალოს ბაბო შენო და ის ქალიც აი ხო ის რომელიც არის კი აი ეს ფოტო ხო აი გენასვალოს ბებო გადმოხდა იქიდან ერთი და მოეფერა თავის შვილიშვილს აი გარი უამრავი რაგბი ჩოგბურთი ეგენი ბევრია ძალიან კალათბურთი და აგერ ფეხბურთი ვახსენეთ და ძალიან ბევრი მომენტები არის და ისეთი დასამახსოვრებელი კადრები რომელიც რა ვიცი თქვენ შემოუნახეთ ისტორიას ხო ეხლა თქვა აი თან დღევანდელ პერიოდში თქვენი ჩვეულებრივი სამუშაო დღე აი როგორია მაგალითად აი ფედერაციაში მიდიხართ ჭიდაობის იქ მუშაობთ იქ ხართ ხო ოფისი გაქვთ იქ და ვერ ძლევთ ახლა ამ ყველაფრის გარეშე ხო რა თქმა უნდა ხო ვერა რანაირად არის სულ მაგაზე მაქვს ფიქრი და ყველაფერი ეს რანაირად ხო და მე ნათქვამი მაქვს ჩვენებისთვის მე თუ რაღაცა მომევა და წავალ მეთქი იმ საიქიუში აი ეს გამატანეთ მეთქი მარტო აპარატია ანდერძაც ამაკ დატოვებული ეს უნდა გამატანოთ მეთქი იქ უნდა გადავიღო სურათი ესე მაქვს ხო იქაურობა
არ გადაუღია არავის ჯერ. გავხსნი იქ პატარა ატელიეს. კოტორ, კი, თქვენი ეს არა, ბევრ რამეზე შეიძლება კიდე საუბარი. ბატონო ალექსანდრე თქვენთან დიდხანს ჯანზე უნდა იყოთ კიდე, იმიტომ რომ ვეცლები, ხო და სანამ ეს ტროლეიბუსი გავა, ასე ვთქვათ, ხო, მოდი მაინც ძიუდოდ დავასრულოთ და ძალიან მაგარი ამბავი გავიგერო, თქვენი შვილიშვილი თურმე. დიახ. ალექსანდრე კოტორაშვილი. რითია დაკავებული? ძიუდოთი. დადი ძიუდო. როგორ აი ხო არ გაქვს მოდებაზესთან გურამ მოდებაზესთან დადის. გურამ მოდებაზესთან. ვა, ეს არის მარჯანიშვილის დარბაზში, იქ ვარჯიშობს. როგორ დაინტერესდა, რა მოხდა, როგორ ხო არ გახსოვთ ეგ როგორ იყო? საცურაო ბასეინია მაგის გვერდზე რა, ერთი კედელი. აუზი არის, ხო? ხო და იქ დადიოდა და მე ვთხარი შვილო, იმაზე მიდი ძიუდოზე არ გინდა მეთქი და მინდა მამაო და ისა პაპაო. რო შევედით, აბა მთელი მსმენელები ჩემკენ გამოიქცნენ. პაპა, გიცნობენ ეგენი. მე ვთხარი მიცნობენ შვილო, როგორ არ მიცნობენ მეთქი. სულ ყველა მიცნობს აქ ვინც არის მეთქი და მაშინ და გადამეხვია, გადამკოცნა ეს გურამა და მაშინ ისაქნა რა, კიო. უკვე შეწყვეტილი იყო ისა მიღება რაღაცა და მაგრამ ხა ხო, ალექსანდრე კოტორაშვილისთვის ნამდვილად პრობლემა არ იქნებოდა. კი, ასე ბადზე გურამთან დადის მოდებაძესთან, ხო? რამდენი წლის არის ახლა? 12-ის. 12-ის. ვახ, და თქვენ დაინტერესებულია და კი. ესე იგი ნახე, ერთად, ჩემი ბრალი, ერთად უნდა მოსულიყავით აქ რა. მე უნდა მომფიქრებინა ალექსანდრე კოტორაშვილი და ალექსანდრე კოტორაშვილი. ალექსანდრე და ალექსანდრე კოტორაშვილი. კოტორაშვილი, ხო. ძალიან კარგი წარმატება უსურვოთ და იმედია რომ დადგება ესეთი დღე, როდესაც გამოაცხადებ რა. ხო, მე გამოვაცხადებ gold medalist ალექსანდრე კოტორაშვილი. კოტორინო. და თქვენც გვერდზე იქნებით თქვენც რა თქმა უნდა და მისი ჩემპიონობის და აუცილებლად მისი ჩემპიონობის ფოტოს გადაიღებთ. კოტორ, უსასრულოდ შეიძლება თქვენთან საუბარი და ბევრი. ძალიან ბევრ რამეზე და როგორც ვთქვი, პატარა რაღაცა თქვენი დიდი შემოქმედებიდან პატარა ძალიან მცირე ალბათ ნაწილზე იმედი მაქვს მე რომ ვილაპარაკეთ და ბევრი რამე გავიხსენეთ და ბევრი ისტორია შევეხეთ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა. მეც მადლობა დიდი რომ მომიწვია აქ. ხო, რამე ისეთი ხო არ არის გულში მატკივარს რაც გინდათ რომ უთხრათ აი მაგალითად ან სპორტის მოყვარულს ან ზოგადად აი სპორტი უყურონ რატომ უნდა ფოტოგრაფიით დაინტერესდნენ და რა არის მაინც ამის ხიბლი მუღამი არ არის არა შენ თვითონ ის ვინ გასწავლოდი მე ვთქვი მე თვითონ ვისწავლე მეთქი ვის უნდა ასწავლე ვინ არის და 50-60 წელიწადში და იმეებში დიდი ამბებია დიდი ისტორია არის და მართლაც უნიკალური. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. ბატონო ალექსანდრე. აი თქვენს დავთრებში სამუდამოდ შეიძლება. ცეთილი მაშინ წერია. ჩოჩიშვილის კარგი პორტრეტი. დიახ. კი 1993 წელი არის ხო და ნუ გუბერა დილერ ხაბულია ნორჩი ძიუდოისტები ძიუდო ისა ამყავ გადაღებული რა ქვიან. ხო ალექსი დავითაშვილი გადაღებული არის 12 წლის არის და პედესტალზე დგა პირველ ადგილზე გაიგე და ეს ვაჩვენე ერთ შარშანწინ ვაჩვენე გაგიჟა გადაერია და მასალებელი აჯილდოებს მაგას პედესტალზე კი ალბათ ნუ ძალიან ბევრისთვის ესე ნაჩვენები გაქვთ ეს თქვენი ფოტოები და უდიდეს ინტერესს და აღრთვანებას იწვევს კოტორ მოდი აი უფრო ესე სიყვარულით გიცნობს გულშემატკივარი სულ ეგრე და თქვენს ესე მოგმართავთ ამიტომ მე რო სახელით დამიძახულ მე ვერ გავიგე მე გონება რომ სხვას ეძახიან ალექსანდრე კოტორას რო დამიძახებენ უკვე ვიცი კოტორა რომ მე მეძახიან დიდი მადლობა მეგობრებო დღეს ჩვენი სტუმარი გახდათ ქართული სპორტის ფოტომატიანე ლეგენდარული ჩვენი კოტორა მომავალ შეხვედრამდე მადლობთ დიდი მადლობა ეგ არის